ბიზნესის სამყაროში წარმატებისთვის წარსულში თუ მხოლოდ კარგი პროდუქტი და მოწესრიგებული ბუღალტერია კმაროდა, დღეს თამაშის ახალ წესებს სრულიად განსხვავებული ძალაკარნახობს. ამ ყოვლის მომცველ პროცესს ჩვენ ციფრულ ტრანსფორმაციას უწოდებთ. ინდუსტრიაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულების საპირისპიროდ ის მხოლოდ ქაღალდების ელექტრონული ფაილებით ჩანაცვლებას არ გულისხმობს. სინამდვილეში ყოველდღიურად ბიზნეს მოდელების კორპორაციული კულტურისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ახლებური ტექნოლოგიური კუთხით დანახვა და სრული გადააზრება ხდება. სამყაროში ყველაფერი ვითარდება და ეს ფაქტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ციფრული ტრანსფორმაცია საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის. ის უწყვეტი განვითარების უნარია. ტექნოლოგიების რეგულაციებისა და მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილებასთან ერთად კომპანიების მიერ ღირებულების შექმნისა და მიწოდების გზებიც მუდმივად ტრანსფორმირდება. დღეს ტრადიციული ერთჯერადი გაყიდვები სააბონენტო სერვისებით ნაცვლდება. ახალი თაობის ციფრული პლატფორმები კი მყიდველებსა და გამყიდველებს სრულიად უცხო ინოვაციური გზებით აკავშირებს. ბიზნესის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახლა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, გენერაციული მოდელები, მარკეტინგულ ტექსტებს დამოუკიდებლად წერენ, ფინანსურ შედეგებს ზუსტად აპროგნოზებენ და ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს რეალურ დროში ცვლიან. მთავარი კითხვა ტექნოლოგიის გამოყენებაზე აღარ დაისმის, არამედ პრიორიტეტი მისი მართვის ეფექტიანობაში იმალება. 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში დაჩქარებულმა ციფრულმა ნახტომმა ბევრ ორგანიზაციაში ქაოსი და ერთმანეთთან დაუკავშირებელი სისტემების უზარმაზარი სიმრავლე შექმნა. უახლესი კვლევების თანახმად კომპანიები პროგრამული უზრუნველყოფის ბიუჯეტის 30-დან 50%-მდე გამოუყენებელ ლიცენზიებსა და დუბლირებულ სისტემებში ფლანგავენ. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში არა უბრალოდ ახალი ხელსაწყოების დამატება, არამედ არსებული ციფრული ეკოსისტემის ოპტიმიზაცია და სრული გამარტივება დგას. ყოველი ახალი ტექნოლოგიური ნაბიჯი კიბერუსაფრთხოების რისკებს ავტომატურად ზრდის და მონაცემთა დაცვას კომპანიის კრიტიკულ პრიორიტეტად აქცევს. უსაფრთხოება დღეს აღარ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალი. ის უშუალოდ მომხმარებლის ნდობასა და ბიზნესის სტრატეგიულ მდგრადობას განაპირობებს. ამავე დროს დისტანციურმა და ჰიბრიდულმა სამუშაო გარემომ პროდუქტიულობისა და კორპორაციული კულტურის ძველი აღქმა საფუძვლიანად შეცვალა. განაწილებულ გუნდებში თანამშრომელთა ციფრული გამოცდილების მაღალი ხარისხი ნიჭიერი კადრების მოზიდვისა და გრძელვადიანი შენარჩუნების მთავარი იარაღად იქცევა. როცა მიწოდების გლობალური ჯაჭვები გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური რყევების გამო უკიდურესად არასტაბილური ხდება, მხოლოდ თანმიმდევრული ციფრული სტრატეგია აძლევს კომპანიებს კრიზისული სცენარების მოდელირებისა და უწყვეტობის შენარჩუნების საშუალებას. საბოლოო ჯამში მაღალი ციფრული სიმწიფის მქონე ორგანიზაციები კონკურენტებს ყოველთვის მარტივად ჩამოიტოვებენ. ისინი შემოსავლებს მიზნობრივი მარკეტინგით სწრაფად ზრდიან. საოპერაციო ხარჯებს გონივრული ავტომატიზაციით ამცირებენ და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს წამიერად ერგებიან. თუმცა ცხადია, გრძელვადიანი წარმატებისთვის მხოლოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიების შეძენა არ კმარა. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ლიდერების კომპეტენციასა და განახლებულ ორგანიზაციულ კულტურას ეკისრება. ეკონომიკას დღეს ისეთი პროფესიონალები სჭირდება, რომლებიც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს სტრატეგიულ ბიზნეს მიზნებთან ეფექტიანად აკავშირებენ და ყოველდღიურად მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თანამედროვე რეალობაში ციფრული ტრანსფორმაცია არა უბრალოდ არჩევანი, არამედ გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის, შეუფერხებელი ინოვაციისა და გლობალურ ბაზარზე თვით დამკვიდრების უალტერნატივო ფუნდამენტია.